ახალი წელი მოვიდა მეგობრებო, პასკები და ნამცხრების გაკეთების მერე რო დარჩება სახში კიშმიში. ხო იცი მეგობრებო, აი კიშმიში, თეთრი კიშმიში და შავი კიშმიში. ეს არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მაგარი. დიახ, გემრიელიც არის პასკებში, ოღონ პასკებში მარტო გემრიელია, ჯანმრთელობისთვის არაფერი არ აკეთებს, მაგრამ თუ თქვენ მაგას ღამე დატოვებს ერთი ჭიქა წყალში და მეორე დღე დალიებთ პატარა ბავშვებისთვის და მოხუცი ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის არის სასწაული. რაში არის კარგი? პირველი არის მეგობრებო, აქ შედის კალიუმი. კალიუმი დაგეხმარება თქვენი გულს დარტყმაში, კარგი დარტყმა, რომ წნევა იყო წესრიგი. ზოგი ადამიანს აწუხებს დაბალი წნევა, ზოგი ადამიანს აწუხებს მაგალი წნევა. წნევა რო წესრიგში იყო, მარტო კისმისის წყალი ყოველდღე დაგეხმარება, რომ დაგირეგულიროთ თქვენი წნევა. მეორე, აქ შედის ანტიოქსიდენტები, ენდოთელიუმ თქვენი შიდა კედელი რო არის ზარგვების, რბილი რო იყო, ჯანმრთელი რო იყო და შიგნით ქოლესტერინის რო არ გაჩერდე, მაგისთვის კარგია. მესამე, აქ არის ბოჭკოვანი, ანუ მარცვლოვანი, რომელიც თქვენი გადამუშავების სისტემისთვის არის კარგი და გადამუშავების სისტემი როცა კარგი იქნება, ნაჭამის საჭმელი კარგად გადამუშავდება და ნუტრიენტები, მიკრონუტრიენტები, რომელიც შედის საჭმელში, ეს კარგად ითივსება და თქვენი ჯანმრთელობისთვის ყოველთვის კარგი იქნება. ეს არის ბუნებრივი გლუკოზა მეგობრებო. შედის გურძენში შაქარი, მაგალი რაოდენობით ბუნებრივი შაქარი, მაგრამ როცა გაშრება შაქარის რაოდენობა მოდის ქვევით. ეს არის ეგეთი ადამიანებისთვის, რომელიც დაგლილობა ეძახიან, დაგლილი ვარ თელი დღე. თელი ღამე დაიძინებს, დილით ადგები, მაინც დაგლილი ხარ. ღამე დატოვე ეს კიშმიში, დაახლოებით 10 წალი კიშმიში დატოვეთ ღამე, დილით ის წყალიც დალიე და ეს კარგად დაგეჭე, თქვენ თელი დღე იქნები ენერგიული. იმიტომ აქ შედის ბუნებრივი გლუკოზა. თელი დღე ენერგიაში რო იყო. მეორე, ეგეთი ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია ახალგაზრდები ენერგიული სასმელებზე. სვამს და მუშაობს, სვამს და მუშაობს, საშინელება. კაფეინი შედის ზედმეტი, მერე ღამეებით არ ძინავს. გადააგდე ის Red Bull-ები და რაღაცები რო არის, შეიცვალეთ კისმისიანი წყლით. კიდე რო ვარჯიშობს ადამიანი და ძალა არ აქვს ვარჯიშის დროს. აბა ცადე ღამე დატოვე 10 კიშმიში წყალში, დილით დაგეჯე და ეს წყალიც დალიე. მერე ნახე თელი დღე როგორი ენერგიით იქნები. მეტაბოლიზმისთვის კარგია მეგობრებო. ადამიანი რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი მეტაბოლიზმი კარგი არ არის, ნაჭამის საჭმელი არ გადამუშავდება კარგად, ხან კუჭზე გადის, ხან არ გადის, ენერგიაშიც არ არის. მეტაბოლიზმი ნაჭამის საჭმელი ცხიმზე უფრო გადადის ვიდრე ენერგიას. თქვენთვის კარგია მეგობრებო კიშმიში. კიშმიში ორნაირია, აქ ვესაუბრები მეგობრებო შავი კიშმიშზე. შავი კიშმიში, რომელიც თეთრზე ცოტათი დიდია, ყოველთვის უფრო მიკრონუტრიენტები უფრო მეტია და ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ პირდაპირ არ უნდა ჭამო, ყოველთვის ღამე წყალში დატოვე და უფრო დიდი დახვდება დილით და ენერგია და მეტაბოლიზმი უკეთესი. ადამიანი ვინც ჭამს ბევრი ნახშირის წყლები, ფასტ-ფუდები, ჰამბურგერები, ფრი შემწვარი საჭმელები, იმ ადამიანს აქვს ყოველთვის მეტი ტოქსიკები ორგანიზმში. ტოქსიკები საიდან მოდის გარეთ? ოფლიდან მოდის, თირკმელები, ანუ შარდიდან მოდის. ჩვენი თირკმელებს დაეხმარება კისმისიანი წყალი უფრო სწორად, რომ ეს ტოქსიკები უფრო ადვილად მოიტანოთ გარეთ და არ დაზიანდე ჩვენი თირკმელები. თქვენ ფიქრობთ მეგობრებო, მოდი რა, ერთი კვირა დავლიე და არაფერი შედეგი ვნახე. გააგრძელეთ. ბუნებრივი საშუალება, ეს ხო პარასიტამოლი არ არის, დღეს დალიე და ხვალ სიცხე დაბალია. ბუნებრივია, დაახლოებით ერთი თვე დალიე და მერე ნახე შედეგი მაგარი იქნება. დაგლილობა, კაბზობა, მეტაბოლიზმი, თელი დღე ენერგიაში იქნება. ეს ბევრი სასწაული შეიძლება მარტო კისმისმა გააკეთოს. პატარა ბავშვები ყოველთვის როცა კუჩში არ გადიან,
დამაგრდება ყოველდღე საჭმელი ჭამს და დამაგრებულია კუჩი ყველაფერი. ბავში არ შეჭამს 10 ყოველდღე ქიშმიში, არ წყალს დალევ. თქვენ რა უნდა გააკეთო? ერთი ჭიქა წყალი 10 ქიშმიში შიგნით დილით დიდი რო დახვდება, დააბლენდერეთ ეს გემრიელი შეიკისავით, გემრიელი დასალევი, ძალიან გემრიელი დასალევი გამოვა, დაალევინეთ ბავშვს მეორე მესამე დღესვე დაარბილდება კუჩი ეს ნაწლავები და ყოველდღე სწრაფი მეტაბოლიზმის მერე გავა კუჩი კარგად. ანუ კაბზობის პრობლემა ბავშვებში ძალიან მაგარია ქიშმიში. ხო და ეხლა ნამცხვარს რო გააკეთებს, გვერდზე ერთი ჭიქა წყალშიც დატოვე ქიშმიში. ნაჭამი ნამცხვრის მერე ხო ბევრი დაგროვდება ტოქსიკების შაქარი შიგნით. ეს ეკლანდელი ვიდეოები, ჩემი ვიდეო დაგჭირდება ახალ წლების მერე. დღეს ანუ ერთი კვირა 10 დღე არავის არ აინტერესებს რას ჭამს, მოდი რა ერთხელ მოდი წელიწადში ახალი წელი ჭამო. კი ბატონო მეგობრებო, ძიძგი არ უნდა გქონდეს შიგნით. ჭამე 3-4 დღე ერთი კვირა არაფერი არ გიშლით, მერე თელი წელი გააქვს წინ, რომ იკვებო თქვენი ჯამთელობაზე, იზრუნოთ თქვენი ჯამთელობაზე. ეხლა შეგიძლია ჭამო, რასაც გინდა ჭამო, მაგრამ მაინც ცოტა გაუფრთხილდი, რომ მერე შიგნით ძიძგი არ გქონდე. ყოველთვის იკავი ჯამთელი, ბედნიერი და გამოიწერე არხი, გააზიარეთ მეგობრებში, კარგად